არ განვეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს იყო სამწუხარო სურათი და არ განვეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელიც ფიქრობს, რომ რაღაც თქვათ მოგებაზე იყო საუბარი, თქვათ პუტინის სასარგებლოდ, ხო? ანუ მოდით დავფიქრდეთ, რა იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ომის მიმდინარეობისას ფართომასშტაბიანი რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინელების თავდადების შედეგი. ანუ პირველი გაცხადებული პუტინის გეგმა, რაც გულისხმობდა, რომ 3 დღეში უნდა აეღო კიევი. მეორე, რომ ეს უნდა ყოფილიყო რეჟიმის შეცვლა, ანუ ბრჭყალებში რასაკვირველია. მესამე, ეს უნდა ყოფილიყო თავბრუს დამხვევი წარმატება რუსეთისთვის, რაც გულისხმობდა იმას, რომ ყველა ის წინაპირობა, რომელიც რეალურად დასახა პუტინმა თავიდან, რაღაცნაირად სწრაფად უნდა მომხდარიყო გარდატეხა ამ ომში, მაგრამ რა მივიღეთ ჩვენ დღეს, ხო? და მე გადავალ უკვე თქვათ იმ 3 წელს, რომელიც გაიმართა ალასკაზე. ანუ პუტინის გაცხადებული სურვილი და ომის წარმატება, ეხლა ზუსტად დავწერე კიდევაც სოციალურ ქსელში, ომის წარმატება და სამხედრო წარმატება იზომება როგორ? ანუ როგორია, თქვათ, დისტანცია, რა არის დისტანცია გაცხადებულ სურვილსა და საბოლოო მოცემულობას და შედეგს შორის. პუტინი ჩადის ალასკაზე, ელაპარაკება ტრამპს და იქ აყენებს პირობებს, რომელიც დღეს როიტერსმა გამოიტანა და პირობებში არის რა? სიტყვა აღარ არის, თქვათ, რეჟიმის შეცვლაზე. საუბარი არ არის იმაზე, რომ თქვათ, რაღაც აღმოსავლეთ უკრაინაში გაცილებით უფრო მეტი ფართობი სჭირდება, თქვათ, და ფართობის წაღება უნდა. საუბარი იყო იმაზე, რომ დონბასი მთლიანად უნდა გადასცენ უკრაინელებმა და გაიყვანონ თავიანთი ჯარი და ჩვენ არ დაგვავიწყოს, რომ სწორედ უკრაინელების თავდადებით კრამატორსკსაც კი ვერაფერი ვერ მოუხერხა პუტინმა, რუსულმა ჯარმა და პრაქტიკულად ომის წარმატება, რომელსაც პუტინი თავის ქვეყნის მოსახლეობას პროპაგანდისტულად პირდებოდა, გამოვიდა, რომ ის მოცემულობა, რაც და სურვილი, რაც მან დასახა, სავსებით აცდენილია თუნდაც იმ პირობებთან, რომელიც მან დადო მაგიდაზე. მიუხედავად იმისა, რომ აი ასეთი დახვედრით თუ რაღაც შემდგომ რუსი პროპაგანდის სიხარული. მე არ ვეთანხმები. შეიძლება დათმობები დავინახოთ. მე არ ვეთანხმები იმას, რომ ეს იყო რაღაცნაირად. კი, მე არ ვეთანხმები იმას, რომ ეს იყო დათმობები. ანუ არაფერი სიტყვა, სხვა, თქვათ, რაღაც კიევში მთავრობის შეცვლაზე, რაღაც კომპრომისულ ვარიანტზე, აქ ეწუწუნება ტრამპს, რომ ესე იგი უკრაინელებმა დონბასი მაინც მისცენ. საუბრობს იმაზე, რომ თქვათ, კონფლიქტი უნდა გაიყინოს, კონფლიქტი არ არის ეს, თქვათ, ფართომასშტაბიანი აგრესია, მაგრამ მისი რაც ფურცელზე ეწერა, ეს არის, რომ თქვათ, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში უნდა შეწყდეს ცეცხლი და გაიყინოს იმ მოცემულობაზე, როგორც არის და თქვათ, იქ რაღაც რუსულ ეკლესიაზე და საპატრიარქოზე იყო საუბარი. ხო, არაფერი სხვა. ჩვენ არ დაგვავიწყოს, რომ 2014-დან მიმდინარეობს ოკუპაცია უკრაინის და დონბასში 2014-დან უკრაინა და ბოდიში რუსეთი ვერ აღწევს წარმატებას. მაგრამ აი გადავიდეთ ტრამპზე. კიდევ ერთი, ბოდიში ასევე კიდევ ერთი ქალტორუსუდან ეს არის ის, რომ პუტინი აყენებს ასევე სანქციების შესუსტების მოთხოვნას, რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ რუსეთის ეკონომიკა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ანუ ომის წარმატება, რომელმაც მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დადოს ძლიერი პოზიცია, ეს ომის წარმატება რუსეთს არ აქვს. ეხლა რაც შეეხება ტრამპის ასე თქვა ტრამპის დახვედრას. იმიტომ რომ იქ სანქციებთან დაკავშირებით ითქვა, რომ პირიქით პუტინი დროსაც იგებს ამით. აჭიანურებს იმიტომ რომ მოლაპარაკებები, რაც თავიდან იყო პრეზიდენტ ტრამპის სურვილი და მე ვფიქრობ, რომ ეს არავისთვის სურპრიზი არ არის და არავისთვის არ იქნება სურპრიზი, იმიტომ რომ პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული სურვილი, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკრაინაში უნდა შეწყდეს და გაჩერდეს ომი, ეს არავისთვის არ იყო მოულოდნელი, ხო? ამისთვის, რა თქმა უნდა, იგი შეეცადა ყველანაირი, თქვათ, რაღაცა დიპლომატიური ინსტრუმენტი გამოეყენებინა და მათ შორის ასევე სურპრიზი არ იყო არავის. თქვენ ამ შეხვედრას უყურებთ სურვილით, რომ დაინახოთ მეტი პოზიტივი, იმიტომ რომ რა წამოიღო ტრამპმა მას? არა, მე ამ შეხვედრას უყურებ როგორც პოლიტიკოსი თუ რა მოცემულობა შეიძლება დადგეს, რაც რეალურად უკრაინისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ტრამპის სურვილი
ცნობილი და ტრამპის ამოცანა, რაც გულისხმობს, რომ თქვათ სამშვიდობო შეთანხმება იყოს, უკრაინაში შეწყდეს თქვათ სისხლის ზღვა, რასაც ის მთელი ამ წინა საარჩევნო პერიოდში საუბრობდა და თქვენ იცით, რომ ტრამპის ამომრჩევლების ბაზა ეს არის, ანუ მაგა რაც არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ნამდვილად თქვათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი რაოდენობით რესურსი აღარ უნდა ჩადოს უკრაინის დახმარებაში. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მე ვისურვებდი, როგორც საქართველოს მოქალაქე და უკრაინის ძალიან დიდი გულშემატკივარი, რომ პუტინი კვლავაც დარჩეს, რა თქმა უნდა, იზოლაციაში. მე ვისურვებდი, რომ პუტინი როგორც ომის დამნაშავე დაკავებული იყოს, მე ვისურვებდი, რომ პუტინი დაისაჯოს და დაისჯება აუცილებლად ყველა იმ როგორც უკრაინის მხარდამჭერი, მაგრამ რეალობა არის შეიძლება კმაყოფილი ვიყოთ ამ რეალობა. მე ვამბობ, რომ რა პოზიციების ჩავიდა პუტინი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო რაღაცნაირად პუტინის თუნდაც ოდნავმაი წინსვლა. კი, შეიძლება ვთქვათ, ის იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომელიც ბაიდენმა დაიწყო თავის დროზე, ხო, პუტინის იზოლაცია, ეს შეიძლება ალასკაში შეხვედრის შემდეგ რაღაცნაირად თითქოს ჩვენი თვალსაჩინარიდან მოირღვა, მაგრამ საქმე არის იმაში, თუ რა მოთხოვნები დადო პუტინმა, ხო, მე ამას ასე უყურებ. და მეორე, პრეზიდენტ ტრამპის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს, ეს ყველასთვის ცნობილია. აქ არის მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს იმას, რომ აძალებს თუ არა და დააძალებს თუ არა ვინმე, თქვათ, უკრაინას თავისი საკუთარი ტერიტორიები დათმოს, ხო? ანუ ამაზე საუბარი სახელმწიფო მდივანმა რუბიომ თქვა, რომ არ იქნება, ამაზე საუბარს კატეგორიულად გამორიცხავენ ევროპელი ლიდერები და ჩვენ არ დაგვაიწყოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ალიანსია სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ მოთხოვნებიც ისეთი აქვს რუსეთს, რისი შესრულებაც შესაძლოა არ იყოს უკრაინის ინტერესში. იმიტომ რომ არც რუსეთი თმობს მის მოთხოვნას ტერიტორიაზე. უნდა პუტინი კიდევ ვიმეორებ, ის მოთხოვნები, რაც მე წავიკითხე და დავინახე, ეს იყო მისი მხრიდან უკან დახევა, რაც იყო პირველადი განაცხადი უკრაინაში შეჭრის. მაგრამ მეორე, აქ რა მივიღეთ თქო, მაგას საუბრობ, რომ ეს არის ევროპის ერთსულოვნება და ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ალიანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩინეთთან ბალანსის ისტორიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უწევს ანგარიშს პრეზიდენტი ტრამპი ევროპის კავშირს, ამიტომ უწევს ანგარიშს პრეზიდენტი ტრამპი მერცს, მაკრონს და თქვათ იგივე ნატოს გენერალურ მდივანს და თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ბოლო დროს დაიდო, ეს იყო ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რაც გულისხმობდა იმას, რომ იარაღი, რომელსაც ამერიკა პირდაპირ შესყიდვითან გადაცემით უკრაინას ვერ გადასცემს, უნდა თქვათ ნატომ განახორციელოს ამ იარაღის შესყიდვა და შემდეგ უკვე უნდა გადასცეს უკრაინას. ანუ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთელ ამ მოცემულობაში, რომ პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები მიუხედავად იმ წინაპირობებისა, რა წინაპირობების ჩვენ ნახეთ, მათ შორის ოვალურ ოფისში თქვათ ზელენსკისთან შელაპარაკება, მთელი მისი წინა საარჩევნო თქვათ კამპანია, რომელიც კიდევ ვიმეორებ დაფუძნებული იყო იმაზე, რომ შვიდობა უნდა დამყარებულიყო და თქვათ დემოკრატებთან ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება ჰქონდა, ხო, იგივე თქვათ პრეზიდენტ ტრამპს. ამასთან შედარებით ჩვენ ვართ მოცემულობაში, როდესაც უკრაინის პოზიციები ევროპასთან ერთად არის კვლავ ძალიან მნიშვნელოვნად ძლიერი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი არის თქვათ მომლაპარაკებელი რუსეთთან, პუტინთან, მაინც ამ შეხვედრიდან გამოსულმა თქვა, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა ძალიან კონკრეტულად, რომ იგი არაპირებს არავითარმა, ასე ვთქვათ, ტერიტორიულ დათმობაზე წასვლას, იმიტომ რომ ეს არის უკრაინის კონსტიტუციაში და უკრაინის კონსტიტუციის შეცვლა, რა თქმა უნდა, არის წარმოუდგენელი. უკრაინას ყავს ჯარი, რომელმაც კიდევ ვიმეორებ, განაპირობა ის, რომ რუსეთმა თაბრუს დამხვევი რაღაც ისეთი გეგმა ბარბაროსა, რომელიც პუტინს ჰქონდა ჩაფიქრებული, ვერ მოიტანა და ვერ შეძლო. ამიტომ აი ხვალინდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ ხო, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება თქვათ ევროპის არამხოლოდ უკრაინის საერთო პოზიცია, ეს იქნება ევროპის საერთო პოზიცია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გვესმოდეს, რომ ევროპის კავშირს და ევროპის ქვეყნებისთვის თქვათ რუსეთი წარმოადგენს არამხოლოდ უშუალო საფრთხეს უკრაინისთვის, არამედ უშუალო საფრთხეს თქვათ ევროპისთვის, ხო? ანუ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის გეოპოლიტიკური ესკალაციის სერიოზული საფრთხე, რომელიც შეიძლება ძალიან მალე დადგეს. ამიტომ ერთსულოვნება ევროკავშირს, ერთსულოვნება უკრაინას და თქვათ ყველა იმ ლიდერს შორის, რომელიც ხვალ დაესწრება იმ სამის, რომელიც ჩატარდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე უყურებ ასე, მსჯელობა იმაზე, რომ ერთ-ერთი მედია საშუალება
წერდა, რომ ტრამპი უარს ამბობს შეხვდეს ყველას ერთად და პირისპირ შეხვედრა იქნება ჯერ ზელენსკისთან და შემდეგ იქნება საერთო არა, მე რაც წავიკითხე აქ იყო რომ ჯერ იქნება პირისპირ შეხვედრა ზელენსკისთან, მას უნდა საუბარი უშუალოდ. აქვე გკითხავთ რომ შეიძლება ხვალ რაღაც წნეხი ისევ იყოს, რაღაც დაწოლა ისევ იყოს ზელენსკიზე რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ რაღაც აირჩიოს გადაწყვეტილება. ხო, ანუ დავასრულებ იმ წეგადებას, ანუ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჯერ უნდა ზელენსკისთან შეხვედრა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია პრეზიდენტ ტრამპის და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა, იმიტომ რომ ის საუბარი, რომელიც იყო პუტინთან, თქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის და თვითონ უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპთან, აუცილებელია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გაიგოს თავიდან ბოლომდე და შემდეგ უკვე ეს პოზიციები იქნება გავლილი უკვე ევროპელ ლიდერებთან ერთად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ საბოლოო პოზიციები მეწილად მე არ ველოდები, რომ რაიმე საბოლოო პოზიციები იქნება, მაგრამ მეწილად ჩამოყალიბდება სწორედ ევროპელ ლიდერებთან ერთად. ამიტომ საბოლოო ჩვენ რო შევხედოთ საბოლოო სურათს, კიდევ ვიმეორებ, მსჯელობა და საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ვთქვათ პრეზიდენტი ტრამპთან დააკავებდა ვთქვათ პუტინს ან რაიმე ვთქვათ მას დებორს მოაწყობდა და ასე შემდეგ, ეს არის არასერიოზული სრულიად. აქ მთავარია რა მოთხოვნები დააყენა პუტინმა, როგორია მანძილი პირველად სურვილსა და საბოლოო შედეგს შორის, ანუ შედეგი, რომელიც ეხლა აქვს რუსეთს და ასევე როგორია პუტინის პოზიცია იმ განცხადებულ მიზნებთან, რომელიც მას ჰქონდა უკრაინასთან მიმართებაში. ეს მინდა ასევე ვთქვათ ქართული ოცნების რეჟიმის გასაგებადაც ვთქვა, ხო? ისინი რომ რუსებს გულშემატკივრობენ, ეს ჩემთვის ახალი ამბავი არ არის გულწრფელად, არც ივანიშვილი, არც წულუკიანი, არც მდინარაძე, პაპუაშვილი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ყველა გამოეხმაურა რაღაც გუშინდელს ვთქვათ ამ სამიც, მაგრამ თავარი რაც არის, რომ მათ ვერ გაუგიათ რა ხდება მსოფლიოში, ანუ იმიტომ რომ იმდენად იზოლაციაში ამყოფებს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას, რომ მათთვის ერთადერთი გამარჯვება ეს არის ბიძინა ივანიშვილი დარჩეს ძალაუფლებაში. სხვა გამარჯვება მათთვის არ არის. ამიტომ გულშემატკივრობა წაიკითხეთ თქვენ სუსტი პოზიციები, ეს რაც მე დავინახე, ეს იყო ვთქვათ ის შეთავაზება, რომელიც მან გაუკეთა პრეზიდენტ ტრამპს, ანუ უკრაინასთან მიმართებაში და რაცაც ხვალ განიხილავენ და მე ამასთან დაკავშირებით უკვე მოგახსენეთ და თქვენს ძალიან კარგად იცით როგორია პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. ამიტომ შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ გასარჩევი ქართული ოცნების და ვთქვათ რეჟიმის დამოკიდებულება არასერიოზულია, იმიტომ რომ თავისთავად მშვიდობის ფორმულას ბიძინა ივანიშვილი ჩანასახსრივე ეწინააღმდეგება. კი ბატონო, აი თეაწულუკიანი რაღაც ერთი წინადადებით ეხმაურება ცოტა ცინიკურად, ხელის მოსაკიდებელი აღარ დარჩაო, ალბათ ასე ეხმაურება ევროპელი ლიდერების გულშემატკივრობას უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, რომ ისინი ყველა ერთად შეხვდნენ თეთრ სახლში, თუმცა აქ რუსეთის გულშემატკივრობა თუ იმის წარმოჩენა, რომ აი ტრამპთან მიდის ყველა, ევროპაც თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტთან იცით რა, ქალტურუსთან მე არ დამოკიდებულია რა სიტყვის ტრამპთან ჩვენ არ დაგვავიწყოს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დანიგანმა ძალიან კონკრეტულად რამდენიმე კვირის წინ განაცხადა იმ წერილის შინაარსზე, რომელიც იყო შეურაცხყოფელი, დამამცირებელი და წარმოუდგენლად ძალიან მძიმე, მათ შორის რომ ტრამპთან საერთო შეიძლება დავასრულებ ძალიან მძიმე, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ეს არის ასე ვთქვათ იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ დაალაგდეს რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება თავისივე ძალაუფლების გამყარების კონტექსტში, ვთქვათ, რუსეთთან, ხო? ანუ იგი არ ემსახურება არავითარ, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაალაგებას. ამიტომ მისივე განცხადებული სურვილი, რომელსაც რაღაცნაირად პროპაგანდა თარგმნიდა, რომ აი პრეზიდენტი ტრამპი არჩეული იქნება თუ არა, ისინი აუცილებლად ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაალაგებენ ურთიერთობას, ეს თავისთავად გამოჩნდა, რომ იყო ტყუილი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მთელი ეს სურვილი, რომ პროპაგანდისტულად გადაეთარგმნა, რომ მას უნდა მშვიდობა და ყველა დანარჩენს არ უნდა მშვიდობა, ესაც არის ტყუილი და ეს გამოჩნდა ზუსტად ამ წერილით, ეს გამოჩნდა იმით, რომ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კარგად წამოიღო ჩვენი მეზობლებისგან, ეს სომხეთი და აზერბაიჯანისგან, ვთქვათ, დერეფანთან დაკავშირებით, ანუ ტრიპი, რაც არის, ვთქვათ, ის მნიშვნელოვანი დერეფანი, რომელიც დააკავშირებს, ვთქვათ, მშვიდობიანად და ეკონომიკური განვითარებით ამ ორ ქვეყანას, ეს ამაში საქართველოს საერთოდ აღარ მონაწილეობს და საქართველოს საერთოდ აღარ განიხილება როგორც
გეოპოლიტიკური მოთამაშე. ამიტომ შვიდობა თუ უნდა პრეზიდენტ ტრამპს, როდესაც ქართული ოცნება ამაზე საუბრობს, აქ არავინ არ ეწინააღმდეგება არავის. შვიდობა უნდა პრეზიდენტ ტრამპს და შვიდობა უნდათ ევროპის ლიდერებს, მაგრამ შვიდობა არ უნდა ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ რომ სადაც არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ეს გამოჩნდა აზერბაიჯანის და სომხეთის მაგალითზე, რომ იქ არის მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა და ინვესტიციები. სადაც არის რუსეთი, იქ არის ნგრევა, უბედურება, რუსეთიც კი, რომელმაც მართლაც საოცარი გეგმა მოსდომ სოფლიოს, რომ აი რაღაცა შეცვლის ზელენსკის, გაყოფს შუა უკრაინას, გახსოვთ albათ, ხო, აიღებს მთელ რიგ ქალაქებს, თქვა დნეპროპეტროვსკს, ხარკოვსკს, ეს ამასაც კი ვერ მიაღწია. შეხვედრა აძლევს თუ რა მას არგუმენტს თქვას, რომ ეს ხომ ხედავთ როგორი ომია რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომ ეს რაღაც სხვისი ომია, პროქსი ომია, სადაც უკრაინა იყო გამოყენებული და ასე სურდათ საქართველოს გამოყენება და ნახეთ ჩვენ გავუძელით ამ ზეწოლას, რასაც გრძნობდით ევროპელების მხრიდან. ხო, მაგრამ ძალიან მარტივია მთელი ამ პროპაგანდის. საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრებენ. ძალიან მარტივი თქვენი გადარწმუნება ხომ არის? საუბარი, ეს საკუთარ ამომრჩეველთან საუბარი, ესეც ხო რაღაცნაირად უკვე მოკლევადიანი ფუნქციურად, ვთქვათ, ძველმოდური გეგმაა და ეს გამოჩნდა ზუსტად იგივე წულუკიანის კომისიაზე, ღალატის კომისიაზე, რომელმაც ადამიანი, რომელიც ეხლა ზელენსკიზე წერს და ევროპელ ლიდერებზე წერს, საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომში და ამაზე მთელი გამოძიება ჩაატარა, ხო? ანუ რაღაც ეგრეთ წოდებული გამოძიება. ამიტომ არა, ეს დღის წესრიგი არის ზუსტად იმის გათვალისწინებით, თუ ჩვენ გადავხედავთ ისტორიას და უახლოეს, აი ძალიან მალე იცვლება ყველაფერი მსოფლიო გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში, ევროპასთან მიმართებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ ჩვენ გადავხედავთ, ჩვენ ვნახავთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათმა მთავარმა მოკავშირემ რუსეთმა ვერ მიაღწია იმ საწადელს, რომელიც მათ უნდოდათ. ანუ ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის პროპაგანდისტული არხები ღიად საუბრობდნენ იმას, რომ ისინი იყვნენ დიახ პუტინის მხარეს, რუსეთუმეები და ასე შემდეგ. ამიტომ გაცხადებული მიზანი, როდესაც ჩაუფლავდა პუტინს, ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებზე, სადაც მთელი ევროპა ზელენსკისთან არის და მათ შორის ტრამპის გაცხადებული სურვილიც, რომ სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს, მაგრამ არა უკრაინის ხარჯზე, თუმცა რა თქმა უნდა, რეალ პოლიტიკა იმას ითვალისწინებს და რეალ პოლიტიკა, რაც არის ხო, რეალური პოლიტიკა, ძალის პოლიტიკა, იმას ითვალისწინებს, რომ რაღაცნაირად, თქვა, დიდი მოთამაშეები გეოპოლიტიკურად ჩართულები არიან ამ ყველაფერში. კიდევ ვიმეორებ, მთავარი სამშვიდობო შეთანხმებიდან საქართველოს გამორიცხვა მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა. მთავარი საქართველოს, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჩამორიცხა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ნებისმიერი მათი განცხადება სოციალურ ქსელში, მათ რაღაცა ამომრჩეველთან საუბარი, ეს არის თუ არა პროპაგანდისტული. არის თუ არა საინტერესო თქვენთვის ამ პროპაგანდასთან წინააღმდეგობა კი არა, ხო? რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევთ, რომ საჭიროა პროპაგანდასთან წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ეს ომი და მშვიდობა არის რაღაც მთელი საკვანძო საკითხი ქართული ოცნების. არა, არავინ არ უარყოფს ამას, ხოთ შორის მე მივეკუთვნები იმ ადამიანებისთვის, რომელიც სულ ფიქრობდა, რომ თქვათ ომის თემაზე რაღაცნაირად დამალვა, ეს არ იყოს სწორი პოზიციონირება ჩვენი მხრიდან, ხო? ანუ ვერ მოიფიქრა ალბათ უფრო მკაფიო ზუსტი პასუხი მაშინ ოპოზიციამ. იცით რა, ესეც ბუნებრივია, მაგალითად აი ივლისში, როდესაც წინა საარჩევნო კამპანია ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი გახსოვთ ალბათ ხო, როდესაც ბაიდენის კანდიდატურა მოიხსნა კამალა ჰარისმა ჩაანაცვლა და ასე შემდეგ, მაშინ მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავით, ხო, სხვა შორის დემოკრატიულ შტატში, კალიფორნიაში და მაშინ აი სტენფორდში ძალიან ბევრი მეცნიერიც კი მკვლევარი, რომელიც ჩართული იყო უშუალოდ აი ამ თქვათ რაღაც კამპანიაში, ვერ თანხმდებოდა იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო, თქვათ იმასთან დაპირისპირება, რომ თქვათ ომი მშვიდობის პოპულისტური გზავნილი არ ყოფილიყო გადადღაპნილი, ხო? ამიტომ ეს ძალიან რთულია. მაგრამ საქმე, როდესაც ეხება თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ძალიან დიდი ქვეყანა, ლიდერი მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს, ეს საერთოდ სხვა მიმართულებაა, მაგრამ საქმე, როდესაც ეხება ჩვენს ქვეყანას, სადაც არის 20% ტერიტორიების ოკუპირებული, სადაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიას ზუსტად ქართული ოცნების ხელშეწყობით იყენებს, რომ არ ქონდეს ბუნებრივი შიშია ომი. ქართული ოცნების ხელშეწყობით იყენებს
ზუსტად თქვათ რაღაცა ეკონომიკური კავშირებისთვის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩანს ზუსტად იმ მოღალატეობრივი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, პარადიგმაში, თვალსაზრისით, რომელიც ზუსტად ამ ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისიამ წამოწია წინ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის შედეგი, მთავარი არის რა პოზიციები ქონდა აქ რუსეთს, კი იზოლაცია ნამდვილად მნიშვნელოვანია და უნდა გაგრძელდეს და ამ იზოლაციაში როგორც გითხარით, მე არ მგონია რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ევროპის სურვილი არ გაითვალისწინოს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ერთობლივი თანამშრომლობა ბალანსისთვის მსოფლიო პოლიტიკაში დღეს განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რომ უკრაინის პოზიციას, რაც გულისხმობს იმას, რომ არაფერი დათმობა ტერიტორიების ხარჯზე არ იქნება, იზიარებს ძალიან ბევრი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ქვეყანა. მადლობა.